მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან. უღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერეთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. მინდა დღეს გავაკეთოთ გაშლა ურთიერთობებზე, ესე რა ვთქვათ, სამსახურებრივ რომანზე. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც სამსახურში ვიღაცა ძალიან დიდ ყურადღებას იჩენს, ხო, რაღაცა ინტერესი იჩენს. და მოდით ვნახოთ ამ ადამიანის ცხოვრებაში სხვა ადამიანის ხო არ არის და რისთვის არის, ანუ რატო იჩენს თქვენს მიმართ ესეთ ძალიან დიდ ყურადღებას, ხო? იმისთვის რომ გავერკვიოთ პირველ რიგში თქვენზე რეზონირდება თუ არა, მოდით ვნახოთ თქვენ რა ენერგიებში იმყოფებით და შემდეგ ვნახოთ უკვე ის კონკრეტული ადამიანი. თქვენ რა ენერგიებში ხართ? თქვენ იმპერატრიცა ხართ. საკმაოდ ძლიერი, საკმაოდ წარმატებული, ჩამოყალიბებული, შემდგარი ადამიანი, ხო? ნუ იმპერატრიცა ხა შესაძლებელია, რომ ვიღაცები იყოთ დაოჯახებული და ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ყავთ მეუღლე და ვთქვათ შვილები, მაინც ვიღაცა იჩენს, ხო, თქვენს მიმართ ყურადღებას. ნუ არის ესეთი შემთხვევებიც ხომ. ნუ ყოველ შემთხვევაში ვისთან როგორ ყოფ. ესე ვთქვათ, იმპერატრიცა შესაძლებელია, რომ იყოს დაოჯახებული ადამიანიც, რომელსაც ზოგს უკან ძალიან ბევრი პასუხისმგებლობები აქვს, ხო? საკმაოდ ესეთი ძლიერი ადამიანები არიან იმპერატრიცის მდგომარეობაში. რა ენერგიებში ხართ? რაღაცა იცით რა არის? ელოდებით, მოდით ვნახოთ აბა. ელოდებით რაღაცა გადაწყვეტილებებს, ახლა თითქოს როგორ ხართ, იცით, აი ნახეთ, მიაღწიეთ თქვენთვის სასურველ მდგომარეობას, შექმნით თქვენი კარიერა, თქვენი პიროვნება. და ეხა ხართ როგორ მომენტში, იცით, აი ცოტა ხანი რომ ჩერდებიან და მერე რომ იწყებენ ახალი ეტაპებისკენ გადასვლას, ხო, რაღაცა ესეთ ენერგიებში ხართ. შესაძლებელია აქ ვიღაცები ელოდებოდეთ კიდევაც რაღაცნაირად, ესე ვიტყოდი, სამსახურებრივ დაწინაურებასაც, ხო? ვთქვათ, გაქვთ ეს მომენტი. ყოველ შემთხვევაში თქვენს ენერგიებში რაღაცნაირად ისახება ის, რომ აი თითქოს ყველაფერი აი ამ ეტაპზე ესეთ სიტუაციაში ხართ, აი მიღწეული გაქვთ ყველაფერი, მაგრამ ეხა აი კიდევ უფრო საინტერესო ცხოვრების სტილისკენ იწევთ, ხო? ცდილობთ, რომ რაღაცა საინტერესო მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. კარგი, ვნახოთ აბა. ადამიანი, რომელიც თქვენს მიმართ იჩენს ინტერესს, რა ენერგიებშია? თქვენს მიმართ ვინც იჩენს ინტერესს, რა ენერგიებშია? ეს ადამიანი რაღაცა მარტო სულად ისახება, თითქოს ეს არის ადამიანი, რომელსაც რაღაცა ამ ეტაპზე ძალიან ბევრი პრობლემები აქვს და შეიძლება ითქვას, რომ რაც ურთიერთობები მისთვის მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ თავის იმარტოვე გაამართლოს, ხო? შესაძლებელია, რომ ადამიანი იყოს დაოჯახებულიც და ნახეთ როგორი მომენტი არის მარტოსული ადამიანი, რომელიც მიუხედავად რომ დაოჯახებულია, ვთქვათ, აქვს რაღაცა შინაგანი უთანხმოება, ვთქვათ, ხო? ნუ აღარ მოსწონს ეს პასუხისმგებლობები, რაც აქვს ამ ადამიანს და რაღაცა უნდა რომ ახალ თავგადასავალში გადაეხვდეს, ახალი ემოციები ჰქონდეს, რაღაც ისეთი მსუბუქი ემოციები, რომელიც მოუტანს, თქვათ, რაღაც ძალიან საინტერესო და სასიამოვნო თუნდაც რაღაცა მოკლე და მცირეხნიან ურთიერთობას, ხო? აი რაღაცა ესეთ ენერგიებში იმყოფება ეს ადამიანი. კარგით, მოდით ესე კონკრეტულად, რატომ იჩენს ეს ადამიანი თქვენს მიმართ ესეთ ყურადღებას? რატომ იჩენს? იცით რა არის, აქ კიდე მეორე მომენტი ის არის, რომ გეტყვით ჯერ, რომ ნახეთ, შესაძლებელია თქვენ ხა იმპერატრიცით ამოდიხართ და თქვენ იყოთ ამ ადამიანის უფროსიც. ან რაღაცა ესეთი სამსახურში თქვენ
გქონდეთ ისეთი ინფორმაციები, რაც ამ ადამიანს დაინტერესებს და სჭირდება. არის ეს მომენტიც და ნახეთ, აი რაღაცა ისეთი ენერგიებია, რომ თითქოს ამ ადამიანს რაღაცა აქვს იმის სურვილი, რომ რაღაც ინფორმაციულადაც მიიღოს თქვენგან. კარგით, ნახოთ, აბა ხე კონკრეტულად რაღაც ისე მოვიდა და ნახოთ, აბა კონკრეტულად რა უნდა ამ ადამიანს თქვენგან, რა სურს თქვენგან. აიცით რა არის ამ ადამიანს სურს თქვენგან ძალიან დიდი დახმარება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახით, თქვენ აშკარად რაღაცა ისეთი ინფორმაცია გაქვთ, ან ისეთი ცოდნა გაქვთ, რომელიც ამ ადამიანისთვის ძალიან საინტერესოა, ხო? ამ ადამიანს აქვს თქვენგანი რაღაცა რა უნდა თქვენგან, თქვენი გონიერება, თქვენი გაანალიზება, თქვენგან სწავლა შეიძლება ითქვას რაღაცა სიტუაციების, ხო, რაღაც ემოციების მდგომარეობა, რომელსაც თქვათ მიიღებს ოღონდ მსუბუქი ემოციების მდგომარეობას. ზედმეტი პასუხისმგებლობების და ვალდებულებების გარეშე, რომ დაეხმაროთ ამ ადამიანს რაღაცა სიტუაციების მოგვარებაში, ხო, რა უნდა თქვენგან. თავის მიზნების მიღწევა უნდა თქვენგან. ნუ აქ თუ თქვენ ხართ ამ ადამიანის უფროსი, პირდაპირ გეტყვით, რომ ამ ადამიანს უნდა რომ რაღაცნაირად მიიღოს ის მდგომარეობა, რითაც შეიძლება ითქვას წინ წავა, ხო, დაწინაურდება, ფინანსურად გაიზრდება. ნუ ესე ვიტყოდი, რომ აქ თუ თქვენ არ გაქვთ ეს მომენტი, რომ თქვენ რაღაცა შეიძლება რომ დააწინაუროთ, ხო, და არ ხართ უფროსი. ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი თვლის, რომ თქვენ შეგიძლიათ ისე წარმოაჩინოთ ეს ადამიანი, ან ისე დაეხმაროთ და ისე ასწავლოთ თუ მისცეთ ინფორმაციები, რომ იმ გაურკვეველ სიტუაციაში, სადაც თქვათ, ვერ ახერხებს გამოვიდეს მდგომარეობიდან და ვერ ახერხებს, რომ წინ წავიდეს, დაურღვევთ აი ამ რაღაცა სტაბილურობას, მისცემთ იმის საშუალებას, რომ მისი ოცნებები აისრულოს და წინ წავიდეს, ხო, რაღაცა აშკარად ამ ადამიანს თქვენგან ცოტა ისეთი რაღაცის ინტერესი მდგომარეობა გააჩნია. მოდით აბა ესე ვკითხოთ, რას მალავს ეს ადამიანი კონკრეტულად თქვენგან, რა აქვს ისეთი დაფარული თქვენს მიმართ? იცით რა, რას მალავს? მალავს იმას, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ნამდვილად მისცემთ ამ ადამიანს იმის საშუალებას, რომ ცხოვრება მოიწყოს, ხო? რას მალავს? იმას, რომ ადამიანი ცდილობს და მუშაობს იმისთვის, რომ თქვენი რესურსი გამოიყენოს. ახლა თქვენ აშკარად და ძალიან მკაფიოდ მაღალ ვიბრაციებში ხართ და ენერგეტიკულად ძალიან მაღლა ხართ ამ ადამიანზე. ეს ადამიანი ფიქრობს და ცდილობს იმას, რომ თქვენგან მიიღოს ის მდგომარეობა, რომელიც რაღაცა ახალ ეტაპზე გაიყვანს, ახალ მდგომარეობას მისცემს, ხო? სხვათა შორის ესე ვიტყოდი, რომ ცოტა ისეთი შეიძლება თქვენთვის ეს ადამიანი რაღაც ძალიან დიდი გაკვეთილიც აღმოჩნდეს და ამიტომ კარგად დააკვირდით თითოეულ დეტალს. რომ ეს ადამიანი რას მალავს იმას, რომ ძალიან კარგად ფარავს და შრომობს იმაზე, რომ თქვენი ინტერესი ნამდვილად გამოისახოს და ნუ ეს ფინანსური რაღაცა გზების გახსნით და ფინანსური მდგომარეობის სიტუაცია, რომ ეს ადამიანი ამოიყვანოთ იმ სიტუაციიდან, იმ მდგომარეობიდან, თქვათ, რომელშიც თვითონ არის და თქვათ, არ გეუბნებათ, ხო, არიცით, რომ თქვათ, არ აქვს იმდენი შემოსავალი ან რაღაცა თავს წარმოაჩენს ძალიან ისეთი განათლებულ, ესეთი წარმატებულ და რაღაცა სასწავლო თანამშრომლად, მაგრამ რეალურად არც არაფერს ისეც არ წარმოადგენს და სულ ცდილობს, რომ იმუშაოს იმაზე, რომ რაღაცა დაანახოს ვიღაცას რაღაც. ყოველ შემთხვევაში აქ ადამიანი მალავს იმას, რომ თქვენ მისთვის ძალიან დიდი შანსი ხართ და ამ შანსის გამოყენება უნდა და ამისთვის ძალიან ბევრს აკეთებ და ძალიან ბევრს შრომობს, რომ ეს შანსი გამოიყენოს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს კონკრეტულად თქვენს მიერ ესე ვთქვათ, თქვენ დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანი, რომელსაც
თქვათ რაღაცა პირდაპირი დაწინაურება შეგიძლიათ ან პირდაპირი ხელფასის მომატება შეგიძლიათ, ხო? თუ არა და ყოველ შემთხვევაში თქვენგან არსებული ინფორმაციები, თქვენგან არსებული სწავლები, თქვენგან არსებული ესე ვთქვათ რჩევებით შეიძლება ამ ადამიანმა რაღაცნაირად გააკეთოს ისე, რომ ცხოვრება წინ წაიყვანოს და უფრო მეტი შექმნას თავისი თავისთვის. კარგით, მოდით ესე ვთქვათ, ამ ადამიანს რამდენად შეიძლება რომ ენდოთ? შეიძლება თუ არა რომ ენდოთ ამ ადამიანს? იცით რა არის, ნახეთ, ესე გეტყოდით, რომ ნდობის ფაქტორი აქ ცოტა ისეთი მომენტია, ბალანსი უნდა დაიცვათ. ახლა პირდაპირ გეტყვით, ახლა საერთოდ არ ენდოთ ამ ადამიანს და საერთოდ ხელი კრათ არა. ხა იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა თქვენც გჭირდებათ, ხო, ამ ადამიანის რაღაცის გაგეკულცებები. ყოველ შემთხვევაში, ნახეთ, აქ ნდობის ფაქტორთან მიმართებაში გეტყვით, რომ ყოველთვის გქონდეთ თქვენი საკუთარი სივრცე და არასდროს არ შემოუშვათ იმაზე მეტად, ვიდრე უნდა შემოვიდეს, ხო? ზოგადად აი ესე უბრალოდ თანამშრომელი. აქ სამწუხაროდ ვერ ვიტყვი იმას, რომ ეს ადამიანი რაღაცა დაინტერესებული რაღაცა ურთიერთობით, სიყვარულით, რაღაც ოცნებებით და ასე შემდეგ. ნახეთ, აქ თან ნდობის ფაქტორში პირდაპირ გეტყვით იმას, რომ თან თითქოს უნდა ენდოთ, ენდოთ როგორი მომენტია, იცით, აი მხოლოდ იმ ასპექტებით, რაც ისედაც საზოგადოება მიცის და იმის იქეთ არა აქვს მნიშვნელობა, ხა მაგასაც ეცოდინება თუ არ ეცოდინება, დიდ საფრთხეს თქვენ არ შეგიქმნით და არანაირად არ გექნება დისკომფორტი, ხო? ყოველ შემთხვევაში ყოველთვის ეცადეთ, რომ გქონდეთ რაღაცა ის ურთიერთობა, სადაც იქნება წითელი ხაზები და იმის იქეთ გადმოსვლა ცოტა ზედმეტია. შეიძლება გაეგეკლუსოთ, შეიძლება რაღაცა ემოცია მიიღოთ, თქვენც რაღაცნაირად გასცეთ, გაუღიმოთ, ხო? მაგრამ წითელ ხაზებს გადმოაბიჯებინებთ, იმიტომ რომ თლად ნდობის ფაქტორის მდგომარეობა ვიტყოდი, რომ არ ღირს, იმიტომ რომ თქვენ ბევრად მაღალ საფეხურზე ხართ და რომ არ გართულდეს მე სიტუაცია იმის, რომ ადამიანი მოგიტრიალდეს და არ დაგიმძიმოთ მდგომარეობა, იმიტომ რომ ნახეთ, შეიძლება აქ იყოს ის მომენტი, რომ კი, მე კარიერულად გავიზარდე, ყველაფერს მივაღწიე, ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ რაღაცა ეს ემოციები და ურთიერთობები მაკლია, ხო? არ მოხდეს ისე, რომ გამოჩნდეთ სამკუთხედ სიტუაციაში. იმიტომ რომ რაღაცა ესე წამოვიდა ინფორმაცია. მოდით ესე ვკითხოთ. სხვა ადამიანი თუ ყავს ამ ადამიანს თავის ცხოვრებაში? სხვა ადამიანი თუ ყავს? პარტნიორი. იცით რა არის, აი ამ ეტაპზე ესე ვიტყოდი, რომ პარტნიორი შეიძლება არ ყავს ამ ადამიანს, ესე კონკრეტული პარტნიორი არ ყავდეს, თუმცა მაინც რატომღაც მომდის ეს ინფორმაცია, რომ ამ ადამიანს აი ნახეთ, შეიძლება ესე სახში მეუღლე არ უზის, მაგრამ რატომღაც მოდის ის ინფორმაცია, რომ არსებობს აქ რაღაცა ურთიერთობა, თუმცა რო გითხრათ, ახლა ეს ურთიერთობა ძალიან ცივი ხარისხიანი ურთიერთობაა თუ არა, თუმცა მეორე მომენტი არის, აი ნახეთ, შეიძლება სახში ყავდეს ცოლი, მაგრამ იმდენად არ აქვს ის ემოციები, რაც უნდა იყოს და იმდენად ცოტა ისეთი დისკომფორტული ცხოვრება აქვს, რომ თვლის, რომ არც არავინ არ აყავს გვერდით, ხო, რაღაცა ეს მომენტიც არის, აი ცოტა ესე ვიტყოდი, რომ ადამიანს თითქოს არ უნდა ლაპარაკი ეხმა და არ უნდა ლაპარაკი თქვა მინდოდა მე თქვა და მაგის არყანიც ამოვიღე, აი რაღაცნაირად манипуляტორობს თუნდაც დასწასთან მიმართებაში, აი რაღაც ენერგიები რომ წავიკითხოთ ამასთან მიმართებაშიც კი ცდილობს რომ იმანიპულატოროს, ესე რომ საკმაოდ დიდი манипуляტორია, საკმაოდ დიდი ესეთი ადამიანია გაურკვეველი, რომელსაც ფიზიკურად თუ თავის ასე ვთქვათ წისქვილზე არ დაესხა წყალი, არანაირ ურთიერთობას არ მიაქცევს ყურადღებას და არ განავითარებს, რატომღაც ესეთი ენერგიები მოდის ამ სიტუაციიდან. მოკლედ ესეთი გამოვიდა გაშლა, არ ვიცი ვის დაეხმარება, არ ვიცი რამდენად საინტერესო იქნება, იმედია რაღაც ახლა მოვიდა ეს გაშლა, ესე
თავისით ვფიქრობ, რომ ალბათ არსებობს ადამიანები, რომლებსაც სჭირდებოდათ ესეთი გაშლა და მათთვის რაღაცა ინფორმაცია იქნება. მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ, ულევ სიყვარულს და წარმატებას თითოეულ თქვენთაგან. სწრაფებით.